რეპრესიული კანონების ახალი პაკეტი არალეგიტიმურმა პარლამენტმა დაჩქარებულ რეჟიმში უკვე დაამტკიცა. ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე გაიზარდა. სახელმწიფო თანამდებობის პირის მიმართ შეურაცხყოფა ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევად გამოცხადდა. გაიზარდა პოლიციის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედების შემთხვევაში საპატიმრო ვადები. აიკრძალა დახურულ სივრცეში ნებართვის გარეშე პროტესტი და სპონტანური აქციისთვისაც კი საჭირო გახდა მუნიციპალური ნებართვის აღება. ამრიგად ქართული ოცნების არალეგიტიმურმა პარლამენტმა უკიდურესად შეზღუდვა გამოხატვისა და მანიფესტაციის თავისუფლება. კონსტიტუციონალისტებს მიაჩნიათ, რომ ცვლილებები არის ანტიკონსტიტუციური და მიზნად ისახავს დიქტატურის დამყარებას. რეპრესიულ პაკეტს ხელი უკვე მოაწერა არალეგიტიმურმა პრეზიდენტმაც. ნინო ბალანჩივაძე გვეტყვის, რა შეიცვალა ამ კანონმდებლობით და რატომ არის ეს ცვლილებები პრობლემა ქართული დემოკრატიისთვის. კანონპროექტები, რომელიც უკვე კანონად იქცა და ერთპარტიულმა პარლამენტმა მიიღო, ამის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ზღუდავს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ეს არის ის განცხადებები, რომელიც კეთდება როგორც იურისტების, ასევე კონსტიტუციონალისტების მხრიდან. თითოეული მათგანი თანხმდება იმაზე, რომ ქართული ოცნების მიზანი არის ახლა იმ პროტესტის ჩახშობა, რომელიც უკვე 72 დღეა მიმდინარეობს ქვეყანაში და საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა და მიზანი არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად ქვეყანაში ჩაინიშნოს ახალი არჩევნები. ამ პროტესტის კვალდაკვალ კი ქართული ოცნება ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს დაამტკიცოს ისეთი კანონები, რომელიც არის რეპრესიული და რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება იმ ადამიანების დასჯას, ვინც ქართული ოცნების პოზიციებს არ იზიარებს. მათ შორის რამდენიმე მთავარი ცვლილება არის ამ საკანონმდებლო ინიციატივას უკვე კანონებში. ეს შეეხება როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, ასევე სისხლის სამართლის დანაშაულებს და შეკრება მანიფესტაციასთან დაკავშირებულ წესებს. მათ შორის ცნობილი არის უკვე, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა 15-დან 60 დღემდე იზრდება. ასევე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ სპონტანური შეკრებების დროს ნებართვა უნდა აიღოს მერიისგან ორგანიზატორმა აქციისა თუ მანიფესტაციისა და გარდა ამისა დახურულ სივრცეებში არის წინასწარი ნებართვა საჭირო მეპატრონისგან, რომ რაიმე აქცია ჩატარდეს და საზოგადოებამ საკუთარი პროტესტი გამოთქვას. გარდა ამისა, ხულიგნობა ხდება დასჯადი საჯარო სივრცეში, რაზეც არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ ამბობენ იმას, რომ წინა პრაქტიკებიდან გამომდინარე საჯარო სივრცეთ შეიძლება მოიაზროს სოციალური მედიაც და ნებისმიერი აზრის გამოხატვის შემდგომ, თუნდაც ეს იყოს რაიმე ინტერნეტ პლატფორმა, ამის შემდგომ შეიძლება ნებისმიერი ადამიანი დაისაჯოს და გარდა ამისა, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა ხდება დასჯადი და შეურაცხყოფაში რას მოიაზრებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ესეც უცნობია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი მესამე სექტორის წარმომადგენლები საუბრობენ, რომ ძალიან საშიში კანონები არის, რასაც იღებს ქართული ოცნება, ეგრეთ წოდებული პარლამენტი და ამ ყველაფრის მიზანი არის დაშინება იმ მოქალაქეებისა, რომლებიც 72 დღეა დგანან ქუჩაში, თუმცა აქვე ისინი ამბობენ, რომ ამ რეპრესიული კანონების საპირწონედ ქართველი ხალხი ისევ იქნება ქუჩაში და ისევ მოითხოვს ახალი არჩევნების ჩანიშვნას. ეს ყველაფერი რასაკვირველია მიმართულია იქითკენ და იმის გამო იმით არის გამოწვეული, რომ ქართული ოცნება ვერაფრით ვერ აჭირებს საზოგადოებრივ პროტესტს, რომელიც უკვე ორ თვეზე მეტია მუდმივად შეუწყვილ მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული წვრილმანი ხულიგნობა. ახლა უკვე საჯარო ადგილებში კი არა, საჯარო სივრცეში იქნება დასჯადი. საჯარო სივრცეში იგულისხმება სოციალური ქსელებიც, აქედან გამომდინარე თუ ჩათვლიან, რომ სოციალურ ქსელებში ადამიანების სიმშვიდეს არ ღოს ვინმე დააკისრებენ ძალიან გაზრდილ ჯარიმებს. ჩნდება ახალი სამართალდარღვევა, რაც გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ არის პირდაპირ მიმართული, კერძოდ პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირთა მიმართ საპროტესტო გამოხატვის წინააღმდეგ, ფართოვდება ორგანიზატორის ცნება და განიმარტება ისე, რომ სახელმწიფოს ეძლევა შესაძლებლობა უბრალოდ აქციის აქტიური მონაწილეებით შემდგომ მიჩნიოს ორგანიზატორებად და მათ გაზრდილი პასუხისმგებლობა დააკისროს. შესაბამისად, აშკარა არის ის, რომ აი ამ სანქციების არაპროპორციული უსამართლო ზრდით და სხვა რეპრესიული ცვლილებებით ხელისუფლება ცდილობს დააშინოს ადამიანები, რომ მათ აღარ მიიღონ მონაწილეობა პროტესტში. თავისი შინაარსით აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მოდის ყველა სამართლებრივ პრინციპთან, საქართველოს კონსტიტუციასთან, საერთაშორისო აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან, თავისუფლებებთან
და ეს ყველაფერი ალბათ არის დემონსტრირება იმისა, რომ ხელისუფლებას აჩვენებს თითქოს საზოგადოებას, რომელიც ატაკმოვას არ აპირებს, ის საუბრობს იმაზე, რომ პროტესტი იქნება საზოგადოებაში და ის უფრო მეტ რეპრესიულ ნაბიჯს გადადგამს, რაც თავისთავად შეიძლება იყოს იმის დემონსტრირება, რომ შეიძლება პანიკაც არის, ხო, შიგნით რაღაცა ფორმით.